ავედი ხა მე თორე დამაგვიანდება. გეჩქარება ხომ ისლა? ხო, ძალიან მოწონს. თანა მგონი საკმაოდ არ გამომდეს ცუდად. გამიგიდე ხო? რებს მელაპარაკები ხა ხო არ გაგიჟდი შენდო. აი სულ ნუ ჩამოხვალ რა. კარგად იყავ. დატანჯეს რა ეს კუკურა, დატანჯეს რა. მომისმინე, სანამ ეს ამბავი მოგვარდება, შენ შეგიძლია ჩემთან იცხოვრო. არა, კეთი ქუთაისში უნდა წავიდე. მაგრამ არა ვაშენ, პატარა სამყარო. ძალიან დიდი მადლობა. რაშები და მე თამაშება, ძალიან ჭკვიანია. აი, ახლა რაში გამოიხატება ამის იჭკვიანე. ძალიან ჭკვიანია, გეუბნები, ცოტა ხნის წინ ვეჩხუბე და ეწყინა. მოკლედ, სალონში წავიყვანოთ რა, თორე ისე რაღაც უბედურებას დაგვახვედრებს სახლში. სალონში? არა. მოგვიყვანოთ ყველს ფეხებში. უკანა ეზოში დავაყავთ. არა, ცოდოა. აი, ლეკვია რა, შენ კიდე. მოკლედ, წადი ახლა საყიდლებ და სია ჩამოვწერე მე. რაც უნდა იყიდო. ძალიან საყვარელი კია, რა ვქნათ, გავიშეიგნეთ მიდეს. პური არ ვიყიდო? კი. უსაფუარო ოღონდ. პამიდორიც წამოიღე, ოღონდ იმ დროს რომ მოიტანე სადილის და რომ ვჭამეთ, ეგეთი არა, კარგი. აუ, გადასარავი პამიდორი იყო რა. ხო, მაკარონი იყიდე ნიჟარები, გრძელი არ იყიდე ვერ ვჭამ. და ხილი იყიდე საღი. შენ თვითონ ჩადე პარკში, თორე დამპალს ჩაგიყრია. კარგი. ხო. წაიდი. აუ, ჩაშიშური ხარ დაგვიკეთებინა. და შენ ხორც ვერ აარჩევ, ხო? მოდი რა შენ წადი საყიდლებზე, იმიტომ რომ ჩემი ნაკედი მაინც არაფერი არ მოგეწონება და უნდა მეჩხუბო. აჰა, წაიღე. იყიდე და მე ძაღლს გავასერნე. მიდი. კაი, მალე ამოდი ოღონდ. კარგი. წავიდეთ ჩვენ გავისეირნოთ. წავიდეთ. კიდე გარეთ. ვიკა, რა გინდა? საქმე მაქვს რა. ისმენ. ისმენ ხე, ლეკვი. ელენი ასეირნებდა და ხო, მე არ მცალია ლეკვს გასესეირნება. რა საქმე გაქვს, გისმენ? დიდხანს არ შეგაყოვნებ რა, 5 წუთის საქმეა, რაი? რამდენი წელი რაც მე შენ გისმენ? არ ვიცი. მთელი ბავშვობა ხო გიცნობ? მეგობრობდით, მე ინსტიტუტში მეგობრობდით, ხო? ხო და მე მგონი რომ იცი სულ მაღაზე ვფიქრობ. ეხლაც გამოგვივა ურთიერთობა, რა ურთიერთობა გამოგვივა? რა ვიცი,
ვიკა, მაგრად მიყვარხარ რა. აღარ შემიძლია ესე და ან შენ რატო იტანჯები, ან მე რატომ ტანჯავ? ხო მომისმინე მე საერთოდ არ ვიტანჯები და შენ რა გტანჯავს? ესე ცალ-ცალკე რო ვართ და მოდი დავაყენოთ საშველი რა. მას რო დავაყენოთ საშველი, ბავშვობაში ერთად ვთამაშობდით და რა გამოდის, რომ ხა ცოლად უნდა გამოყვე? რა შუაშია ბავშვობაში თამაში და ეხლა ხო გავიზარდეთ არა? ხო შეიძლება რომ ნორმალური დიდი ადამიანებივით ვილაპარაკოთ, არ შეიძლება, აჰა. ხო და ვეღარაფერს ვეღარ ვაკეთებ. ბიჭები უკვე დამცინიან. მე ნუ იხდი შენ თავს დასაცინად და მეორე აღარ დამელაპარაკო ამ თემას. მოიცადე გოგო რა, მოიცადე რა. არ შეიძლება რომ ნორმალურად ვილაპარაკო და გადავწყვიტოთ რა გითხარი, ესეთი მიყვარხარ მეთქი, ხო არ ამძულხარ რა კაცო. მადლობა, მე არ მიყვარხარ. ეგ როგორ? ეს შენ ის რომ ჩემებსა. მე შენებსა და შენ ქართული არ გესმის? თავი გამანებეთქო რა. არქშიათ? აუ ძალიან მაგრამ. მარიკა, დასასრული რო ხარ, თქონდა გაიწვა. გავდივარ ეხლა. ეხლა ჩვენთან მოვა ორი კლიენტი. აუხსნი როგორ ხდება რა ხდება, ეთქვი რომ ახალ სახლებს არ ვაშენებთ, რომ ძველს ვარემონტებთ და იმიტომ რომ მე რო პრეტენზიები არ იყოს. კი, ყველაფერს აუხსნი. რომ აუხსნი, ერთი შენ დაიტოვე, ერთი შენთან გამოვუშვი. კარგი, იმიტომ რომ ნახეთ იმყიდველია და დროს აღარ დავკარგავ, ხო? კი. და კიდევ ერთი ისა ცოტა პრეტენზიულია, მაგრამ არ აქვს ბევრი არჩევანი გვაქვს და ეს არის მიჯნები. დიახ. კი, ეხლა ვებობძანდით, ხო? კი, ეხლა. კარგი. კარგი, გავიქეცით აბა თქვენ იცით რა. მოსარჩევია. საერთოდ გამოგურაბე. წავიდნენ და რამე საჭმელს წამოვღებ რა გიდა? აუ ხაჭაპური. კაი შენ? მე არა. კაი შენ ხაჭაპურს წამოვღებ. კაი როგორც გინდა. წავიდნენ. შენ რა ნაწყენი ხარ ხრამს? შენზე პარკზე? ხო. რატომ? რადგან იმ დღეს სპეციალურად გამიკეთე სანქლებს. აი ეს სპეციალურად გადაო. არ არის ეკიპი საერთოდ. პროცესი ისეთი დაბნეულია უბრალოდ რა. აბა იცოდა რომ არ ვიცოდი ასაკი და ხო შეიძლება დაეთქვა. ისე უხერხულად ვერძანით ხო. აი საერთოდ არა სანერვიულო თან დოდოც არ არის ეკიპი რომ გატყდომოდა ან რაღაცა თვითონაც იკადაო. რა უნდა გამიკეთე. აი რა მაგაზე საერთოდ არ უნდა ინერვიულო თან ეს პრინციპში რომ დავუკეთე ცოტა მარშალაკავს უფრო დიც. და მარიკა კიდე არის უსაყვარლესი. საერთოდ დაბნეული ტიპია რა. თუ დაბნეული აქ როგორ მუშაობს? კლიენტთან ურთიერთობა შეუძლია ძალიან მაგრამ. ეხლა ხო წავიდა, აგერ ნახე თუ არ აყიდნოს იმ ტიპს ისაკლი რა. ეს ძალიან მაგარია. შედეგი არც ერთი დაბნეული ყოფილა. აუ ერთხელ არც შენ აქნა. მოკლედ ვიკეთეთ სახლი, გავაკეთეთ და ყიდით რა. ხო და ამას აერია ბაზე. და იმ ტიპს მიადგა, ვისგანაც სახლი ვიყიდე, წარმოიდგინე და ის გამოჩნდა და ვერ მიხვდა რა ხდებოდა, მაგრამ იმდენი კრა მაინც აყიდინა. ეს ხო მაგაზე ლაპარაკობდა. დოდო არ ვიცი შენიშნავდა თუ დაგაწინაურო ვერ ხვდა შეგეხა. მანი დამჭა. ალო? კეთ, როგორ ხარ? ნიკა, კარგად, შენ როგორ ხარ? რა ვიცი, კარგად. რა ხდება შენკენ? რა ვიცი, აქ მოწყენილობა. შენ რა შვები? აქ ვერ მოიწყენ. დღეს გავაკეთე ბოლო ოპერაცია. მართლა? როგორ ჩაიარა მე? რა ვიცი, კარგად, ანუ რთული იყო, მაგრამ საბოლოოდ კარგად დამთავრდა რა. ეჭვიც არ მეპარებოდა. და რა საპირებ ახლა? იცი რა, შევხედავ ცოტა ხანი, მე მგონი არ უნდა გართულდეს არაფერი და ერთ-ორ დღეში ჩამოვა. მართლა? ორ დღეში აქ იქნები, ანუ? ხო, თან რო არ დაგიმალო, მომენატრე. მეც თან რამდენი რამე მაქვს მოსაყვალი, აქ ისეთი ამბებია. რა ხდება რა ამბებია? რა ვიცი, არეულობაა ძალიან და ფიქრობ ხო არ წამოვიდე საერთოდ. თუ რატო რა მოხდა ეგეთი? ნუ ესე არა, მაგრამ თითო ცუდადაა განწყობილი. ძალიან ბევრი შენიშვნა მომცა უკვე. ეხლა ბაიას გადაიკიდა, რაღაც პრობლემა შეექმნა და მოკლედ მაღაზია ატეხა ამბავი რა. და მეც შე რატო გაძლევს შენიშვნებს?
არ ვიცი, ყველაფერზე შენიშვნას მაძლევთ. თან რეანომებულში რომ მუშაობ ეგეც ხო არ მოწევს და? მოდი დაველაპარაკები მე რა, ეგრე უაზრო შენიშვნების მოცემა რა არის, ვერ გავიგე. არა, არ ღირს, 1000-ჯერ მაინც ავუხსენი, მაგრამ თან ახლა ბაიას გადაეკიდა. ბაიაზე რა ხდება? ბინასთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემები, ვერ დადის და მაგიტო. მოკლედ რო ჩამოხვალ მე უფრო კარგად მოგიყვები. კარგი რა ვიცი, ძალიან უცნაური არ და არ უნდა იყოს ეგეთი ცუდი ტიპი თითქოს და ეგეთ რაღაცებს რატო აკეთებს ვერ ხვდები. ვერც მე, თან რაში ჭირდება. მოდი რა თუ ეგრე გააგრძელა, საერთოდ წამოდი მანდედან და ჩვენთან იყავი მარტო რა. ხო, მაგრამ მენანება აქაურობას დასატოვებლად. ხო, მაგრამ ეხლა ეგრე გაუსაძლის პირობებში ხო არ იქნები ბოლო. თან ჩვენთან თუ გადმოხვალ, გპირდები რომ დირექტორი შენიშვნებს არ მოგცემს. ნუ მიზეზოდ მაინც არ მოგცემს ყოველ შემთხვევაში. კარგი, ვიფიქრებ თქვენი დირექტორის წინადადებაზე. ძალიან კარგი. კარგი, მოკლედ შევხედავ მე აქ სიტუაციას და 2 დღეში მანდ ვარ. იმედი არ გართულდება არაფერი. კარგი, გელოდები. დროებით. დროებით. ძალიან დავიხატე და გავიდეთ რა სადმა. მეზარება მე. შენ ველოსიპედი ხო დადის? ხო და წამო რა გავიდე. მეზარება მეთქი. რა ყველაფერი გეზარება, მაშინ მოიფიქრე რა გავაკეთოთ და ის გავაკეთოთ. კაი, წამო ველოსიპედებით, ოღონდ ცოტენსაც დაურეკოთ. ვაიმე! მე მგონი აქ ვიღაც რაღაცას არ ამბობს. რას? შენით თქვი ახლა. კაი. მომწონს. პროსტა რო დისგეუბნებოდი ძალიან საყვარელია თქო. მაშინ არ მომწონდა რა გავაკეთო. ეხლა რა შეიცვალა? რავი, რაღაცა შეცვლილია მართლა, ნუ. აი, მანამდე საყვარელი იყო, მაგრამ ხო სხვანაირია. მაინც? ვერ აგიხსნი ასე. ადრე ხო რაღაცნაირი მურიდებული იყო. და ხო პირიქით. ანუ ეხლა ძალიან გამბედავია. რა გაცინებს, მართლა ბეკას რა ჩაუტარა, იცი? გამოშტერდა პროსტა. ნუ კი ისედაც გამოშტერებულია და. ხო, მაგრამ ამარა მოიფიქრა. უთხარი. რა უთხრა? რომ მოგწონს რა უნდა უთხრა? არა, გაგიჟდე. მე მეტეხავს. ვერ ვეტყვი, შანსი არ არის. რატომ ვერ ეტყვი? თვითონ ხო გითხრა დააპაშოდა, ხო? ეხლა შენ უთხარი. მიტყება თან იმ დღეს ბეკასთან რო იჩხუბა, ესე მითხარ, იმიტომ ვთქვიო რომ შეყვარებულები ვართ, რომ შენთვის თავი დაენებებინავ და ხა მიტყდება. შენ მგონი დებილი ხარ, ხო? ეგ იმიტომ გააკეთა რომ გეკიდა და ეხლა უთხარი რა არაფერს არ დაკარგავ და მიჯერე. არა რომ მითხავს რომ აღარ მომწყახარო. არ გეტყვის. მიდი დაურეკე და უთხარი ველოსიპედებთ გავიდეთ. თქო ჩვენ ვიკატავებთ და მე რა გაიყვანე უთხარი და ელაპარაკე. მიდი. მიდი. ალო. ცოტა ნაშვები. რავი შენ? მეც მისმინე. მე და ჩაყვარ ჩემთან და გვინდა რომ ველოსიპედებით გავიდეთ და არ გამოხვალ? აუ, რო არ მცალია? აუ, ცოტა ხანს არ გცალია? ცოტა ხანში შეიძლება. კაი, მე შეგირეკავთ. კაი, მიდი. არ უნდა დამკვანი. აუ, რა საზვიადებ ყველაფერს. გაიყვანე ხა რა. გარეთ დავაბა? ხო, აბა კარგად ჩერდება. ვიქცევით ყვიანად? კაი, მიდი. კაი, საყვარელია რა. ეს არის ჩვენი სალონი. ვიკა გამარჯობა, გაიცანი. ეს არის ჩვენი ახალი თანამშრომელი ნენე, იას მაგივრად. ეს არის ჩვენი ყველაზე მაგარი სტილისტი, ვიკა. აუ, კაი რა. ნენე სად არის?
გასულია და მოვალ. ეს არის შენი მაგიდა. ეხლა აქ შენს ჭკუაზე, შენს გემოზე გადააწყე, გადმოაწყე, როგორც გინდა ყველაფერი და რაც დაგჭირდება გოგოები ყველაფერში მოგეხმარებიან. ძალიან კარგი. წინა მანიკურშა სად არის, რაც წავიდა? რაღაც პრობლემები ქონდა. ნენა. მუშაობის გამოცდილება გააქვთ? კი, ძალიან დიდი, ეს მერვე სალონია. ვირას ამბობ? რამდენი წელია? ნუ ესე 15 წელი იქნება რა. 15 წელიწადში 8 სალონი იყო ჩახშე. ხო, დიდხანს ერთ ადგილას ვერ ვჩერდები. ნუ თუ სიტუაცია არ მომეწონა. ბოლოს ერთ სალონში ვიყავი 4 წელი, მაგრამ დაიკეტა და ძალიან გული დამწყდა. გამარჯობა. ნენე გაიცანი, ეს არის ჩვენი ახალი თანამშრომელი ნენე. გასიავნა. ჩემთვისაც. სხვათა შორის ელენიც ახალი მოსულია. ხოდი ისე მალე აითვისა ყველაფერი, ყველა დიდი ხის თანამშრომელი კოლია. უბრალოდ ძალიან მორცხვია. ისე ძალიან ეცოდან ისმის ჩვენი ეზოდა? ხო, მე მაჩუქეს ვერ დავტოვე სახს, ყველაფერი გააფუჭა და აქ მოვიყვანა. თუ მე ასე უნდა იწკონტუნოს თელი დღე? არა, შია ეთქობა, გამოვხა ვაჭმევ. ხოწები აქ არ შემოიყვანა, მაგის ბეწვზე ალერგია მაქვს. არა თუ ვაჭმევ. კაი, ეხა ხო, მაგრამ აღარ მოიყვანოთ სირცხვილია. არა, უბრალოდ ხეს ვერ დავტოვე ვერსა და მე სოფელში მემყავს. ეხა გასასვლელი ვარ. თუ რაიმე დაგჭირდეს გოგოს და ჩემი ნომერიც ხო გაქვს ჩაწერილი. შეგიძლია დამიდეკა, ხო? კაი, გავიქეცი ეხა მე და გვიან შემოვიქმეს. კაი. რაო, რას ამბობდი? აბა სალონიო, დაიკეტაო. ესე. კუდი სადა გაქვს? ოთახში. მიდი მოიტანო ზე. სად არის აბა? ოთახში რა? სად წავიდეთ? რა ვიცი, გზაში მოვიფიქრეთ არა? საბა, მამი, წავედით. აუ მოდი ნაყინი ვჭამოთ. ნაყინი, ამას არ ეჭმება ნაყინი. მაგრამ კაი, ნუ ერთი არის. საბა, როგორ ხარ? საბა. საბა. საბა, გამოდი, უნდა წავიდეთ. არ მინდა. და რატო არ გინდა, ხო მოდიოდი? არა, არ მინდა, არ წამოვა, დამანებე თავი. რა დაემართა? არ ვიცი რა, ჩვენი ხასიათზე იყო. არა დაგუში რა კარგი იყო. ხო. კარგი წავალ მე და დაელაპარაკე შენ, ხო? კაი, ძალიან დიდი ბოდიში რა. აი არა ვიშევს. დამირეკე მე ხო? კი, აბანოს. ბოდიში რა. ავიდა. რა ხდება, ბაბა, მითხარი. თუ არ გინდოდა წამოსვლა თავიდანვე რატო არ თქვი? მინდოდა. ბაბა რა არის ეს? მაგასთან ერთად არ მინდოდა. ნინოსთან ერთად? ხო. და ხო მოგწონდა ნინო რა? უში რამდენი ითამაშეთ ერთად? არ მინდა მაგასთან ერთად თამაში. ხო და მითხარი რატო რა? იმიტომ მე ჩემი დედი კომიყვარ და მეტი არავინ. მეც მიყვარდა საბა შენი დედებო. მაგრამ ეგ იმას არ ეშოს, რომ ცუდად უნდა მოიქცე. თან გიყურებს დედეგო ციდან და წყინს როცა ესე იქცე. ცუდად არ ვიქცევი. აბა ნინოს რო აწყენინე. როგორ უნდა და იცი შენთან ერთად სადმე წასვლა?
აი მინდა მაგასთან ერთად არ არის ჩემი მეგობარი. ხო, მაგრამ საბა, ჩემი მეგობარია. და მე შენ მეგობრებს სუნდად ხო არ ვექცევი რა. რა ვიცი მუშო. როგორ მოხდა რომ ამოხვედი? მინდა რომ ხშირად მოვიდე ხოლმე. კი, როცა კეთრება ამოდი ხოლმე. დიახ, დღეს მოახერხებ ცოტა ადრე გამოსვლა სამსახურიდან. დღეს? რა ხდება? არაფერი ვიფიქრე, აგარაკზე ავიდოთ. ზუკა მაგარი დაგრუზულია და მეთქი ცოტა გავახალისო თქო რა. უი, რა ჭირს ზუკას? იმ გოგოზია დაგრუზული. შეყვარებული ზუკა რაღაც ვერ წარმომიდგენი. არა, რატო? ის შეყვარებულია, მე მაგათი გრუზება ხოლმე. რაც იზა მოახერხებ თუ არა წამოსვლას. აუ, რა ვიცი. არა მგონია, ვიკითხავ, ხო? კაი, მიდი და დაგელოდები აქ, კაი? შევა რა? აუ, არა. არ გაინტერესებს სად მუშაო? გიო, წამ. კაი, წამ. ძალიან სასიამოვნოა. ჩემთვისაც. გიო, ეს მანჩუა. მე რო გიყვები ხოლმე. მანჩო ეს გიოა, გაიცანი. სასიამოვნოა. ჩემთვისაც სასიამოვნოა. რამეს დაგპატიჟოთ, ხო არ დალევთ რამეს? არა, გმადლობთ. სხვა დროს იყოს. კარგი. მანჩო, რაღაცა მინდა რომ გითხრა. შეიძლება დღეს ცოტა ადრე რო წავიდე, რაღაც საქმე გვაქვს და გასასვლელები ვართ. რამე სერიოზული საქმეა? კი. კაი, წადი. კარგი. მანჩო, ხვალ დარჩები გვიანობამდე, კარგი? კაი. მადლობა. მანჩო, 1 საათში მოვა ხელოსანი. ილო! გაიცანი გიო. გიო ეს ილოა ჩვენი ზარეული. გამარჯობა. სასიამოვნო. გიო, გამოვისვი და გამოვა, ხო? კარგი, აქ დაგელოდები. მიდი ხარ უკვე? კი, წავალ უკვე. დეა. ხო, რაღაც უნდა გითხრა. ხო, მანჩო. აი, რო არ მეთქვა ვერ მოვისვენებდი პროსტა. რა ხდება? ძალიან სიმპათიური ბიჭი გყავ. მანჩო. მადლობა. არა. ერთი წნეც დავარტყათ რა. მე დაღილი ვარ. აუ, წამორა. ნუ გეზარება, მიდი. კარგი, სავიდეთ. შეასწა. აუ, მე მაგრამ მეზარება. ჩვენც ვიწყოთ. არა, წავიდე. სიკერეს არ გიხმიანებათ? რავი, ჩაპეს ურეკავს ხოლმე, მაგრამ კიდი არა ამას. მაგრად გამიტყდა. გადაშორდნენ? ხო. ხო, მაგრამ საყვარელი ბიჭია ჯანათანია რა. ხო, რა კაი ტიპია რა. საწნა, შენ სად იყავი დაკარგული? რავი, ხან სად. ძირითად გუდაურში. რა გინდა და მე? რავი, წავედი რა. მეც მინდა ხოლმე სხვადასხვა რომ წავიდე, მაგრამ ვერას ვერ ვხერხი. ეს დაღლილობისთვის ყველაზე კაი არის მთა მაინც რა. ისე ძალიან ბევრჯერ გიკითხე სხვათა შორის და ოთომაც არისა და სად იყავი? ხო, არავისთვის არ მithქვამს რა, ისე წავედი, არც ოთოსთვის არ დამირეკია რა. არ შეიძლება ეგრე. ნერვიულე ჩვენ. აუ და ცოტა. კიდე მინდა რომ ბოდიში მოგიხადო. აი შენთან როგორც ვიქცეოდი იმაზე.
აი რა ბოდიში რა სამე. არა, ეხლა რომ ვიხსენებ, როგორ ვიქცევდი, ძალიან დებილი ვიყავი და მე თვითონ მიტყდება რა. ალო. აი გამო. უნდა გავიდე რამე რა. დაელოდები შენ? ხო, რა, დავედი. აი დავედი რა. ფერსოვერ მოაწყობ რა. რა? აზე ხარ სამი კლიენტი დამკერე და მაინც უკმაყოფილოა. აი, ხო იცი რომ ეგეთი ტიპი აქ ყოფილი უბრალოდ არ იმჩნევს რა. ვიცი, მაგრამ აი ცუდ ხასიათზე რო აქალი არის აუტანები რა. ხო, მაგა, სამსახურში ხარ? კი, ხომშვიდობა. კი, შენ ხარ არ ინერვიულო. ლეილა ცოტა ცუდად გახდა და ვერ წამოხვალ. რა დაემართა? არაფერი, ისეთი უბრალოდ სახში გახდა, ცუდად და ჩემთან შემოვიდა. კარგად გამოვალ ახლა და სასტრაფო ხო ყავდათ? არა, თავს იკლავს არ მინდა სასტრაფო. თან ქეთი მალე მოვა და შენ დედიკო არ ინერვიულო, ახლა უკეთარი და იქნებ მოხვიდე რა. კარგად ნაადარეთ მადლობა. მაგა რა მოხდა? დედა ჩემ გამხარა ცუდად. რატო? რა უცნაურები აწუხებს და ალბათ მაგის ბრალია. გადი მე და მიხედე. ხო, დარწმუნებული ვარ ისეთი არაფერია, მაგრამ გადი მაინც რა. არა, ესე როგორ გავიდე ახალი მოსული ვარ და. აი რა მოხდა, ყველა თქორ გადიხარა რა. ხო, ეგეთი რაღაცა ყველას შეიძლება დაემართოს. უთხარი დედოს და გაგიშვებს დარწმუნებული ვარ. აუ როგორ უთხრა თან ცუდ ხასიათზე თქო. გინდა მე ვეტყვი? არა, უფრო არ გაბრაზდეს. არა, არ გაბრაზდება. შენ არ იმეორებ, მე გავალ და შენ. აი, ისი გერიდები, გასართობად ხო არ მიდიხარა რა. ხო, მაგრამ შენდეს. ხშირად ემართება ხოლმე ეგრე? ხო, ზოგადად წნევები აწუხებს და თავის ტკივა ხოლმე ხშირად. ასაკშია თან. ხო არა, სიფრთხილე მაინც საჭიროა რა. ოქროა გამშო მაინც უნდა წავიდე. გაგიშვებს, მე გეშინი. მიდიგეთ. აუ კიო. ხო, ნუ აბა ყველა ნორმალური ადამიანი გავს სიტუაციაში ესე მაგაცა. აუ ძალიან დიდი ვარ. აი რა მადლობა გაგიხდი. კარგი, წავიდე. ვინცებ გასახებს ავიღებ და ჩამოვიდე. კარგი, კარგი. შენ რამე თბილი ხო არ გინდა წამოგიღო იქ ეციება? არა, არ მინდა. ალო. ой, არა, ხელში გეკავა დღეს. მანჩო, იცი საათ, აი ბართან ნახე. შო ნახე? არაფერს. მეგობრებთან ერთად აგარაგზე ავდივართ მანჩო. კარგი, წავედი. გამარჯობა. გამარჯობა. გიორგი სატარი? გიორგი სახში ავიდა და მალე ჩამოვა. თქვენ? მე დეა. სიამოვნოა. მე გიორგის დედა ვარ რუსუდანი. დიახ, მახსოვხართ გამოფენიდან. რომელი გამოფენიდან? თქვენი მეგობრის გამოფენა, ნახატების. სადმე მიდიხარ?
კი, თქვენთან მივდივართ აგარაკზე, გიოავით და გასაღების ჩამოსატანად. აი, მოდის. აგარაკზე მიდიხართ, გიო? ხო, დღეს რო ჩამოვალთ, არ დავჩერდით. მე დასალაგებელი იქნება იქაო. აი, იმ დროს არ ვიყავით ასულები რა დასალაგებელი. ხო, მაგრამ უხერხულია. აი, რა რუსიდან მივხედავ თავს რა, არ ნერვიულ მაგაზე. ეჭკვიანად, ხო? ეხლა არ გაქვს წნევა, დალიეთ რამე. არა, არაფერი. ალბათ დაგივარდათ წნევა. გამოკლებები უნდა ჩავიტაროთ. მით მინდა გამოვიდე. დედა როგორ ხარ? კარგად, დედა, კარგად. აი, მე გამისკდა გული გამოვარდი გიჟებით. რას მორბოდი, მე ახალი მისული ხარ, სირცხვილი არ არის. არა უშავს გავანთავისუფლებაც. ანა, რატო დაურეკე, ხო გითხარი არ დაგეკ. რა დაგემართა? არაფერი დედა, რაღაცა სარეცხი უნდა გამეფინა და რო ავდექი თავბრუ დამეხვა და წავიქეც მე აზე რომ მოვედი, გავედი ნანაზე. აი ისე შემეშინდა, კარი რო გავაღებ, ფერი საერთოდ არ ედო. გული წაგებდა დედა? არა რა, ნუ აშინებთ ახლა ამ გოგოს, არაფერი წნევა დაუვარდა უბრალოდ. რას ვაშინებ, რაც იყო იმას უყვები. ნანა რატო დაურეკე რა. მე ნანანდეი და კიდევ კაი სახში იყავით. მოკლედ, ექიმთან უნდა მივიდეთ აუცილებლად. აი რა თმინდა ექიმი აქ არა ხარ. მე ვარ, მაგრამ ანალიზები უნდა გაიკეთოთ თავდაცვის მიზნით. ხო, ლეილა რა. ჩვენ ასაკში ეგეთ რაღაცებს ყურადღება უნდა მიაქციო. სულ ესე იცი შენ რა, მივალთ აუცილებლად. ხო, მოდი ჩვენთან კლინიკაში ანალიზები ავიღოთ, თერაპევტსაც ვეჩვენოთ, ხო? კაი, არ მინდა ეხა შეწუხება. არ წუხდები მე არანაირად. ხო, აუცილებლად მოვალ. შენ იყავი არ გააცდინო, მე იქ არ ვარ. კაი, არ მინდა ხალხნო ამდენი ხალხის წამოყოლა. შენ არ გააცდინო სამსახურის რაღაც დაიწყო. ისე ხო, ხოლმე რო არ მივიდა უკვე სერცხვილია. კაი, ხალხნო, რა თმინდა ამდენი ხალხის წამოყოლა. მიხედე შენ იმ სამსახურის რაღაცა დაიწყო. კაი, მაგ რადგან მოხდი გავალთ ხო ჩვენ? კაი, მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა. კაი, რაზე გვიხდი, მადლობა სახან. ლეილა, მიხედე იცოდე თავს, ნუ გვაშინებ ახლა. მადლობა და აღარ გამოგაცხადე. კარგი. დაწექი ახლა შენ გეხვეწები რა. კაი, დედა, კაი, არაფერი არ მიჭირს. ძალიან შემაშინა. რაკნა დაწყნარდა? მეზობელთან დავტოვე და იქ ბავშვთან გაერთიანე. ელაპარაკე. რაო? მე არ მომწონარ, ხო? არ ვიცი, რთული ბავშვია ძალიან. არა ლევან, რთული ბავშვი არ არის, უბრალოდ ბევრი რაღაცის გადატანა მოუწია. არა, ჯერ დედამისის ამბავი გადატანილი. სულ ხატავს რაღაცებს უკეთებს. ვიცი რა, თითქოს არ აღიარებს, რომ აღარ არის. ზუსტად მაგიტო ვიკავებდი ამდენი ხანი სერიოზული ურთიერთობებისგან თავს, რომ მაგას არ ენერგია. რა, ფსიქოლოგთან რომ მიიყვანო. იცი მართლა ვიცი ერთი კარგი ფსიქოლოგი, ჩემი მეგობრის ბავშვი დაყავს და იცი რა უცებ გამოვიდა მდგომარეობა. ო, ყავდა უკვე ადრე დამყავდა ერთ პერიოდი, მერე კარგად იყო, მერე ისევ. სულ ხარ ვატარებ რა. ხო. ვთქვი რომ მე რაღაცნაირად ყველანაირად დაუდგე მოიწევ. ისე თავის ტოლებთან ურთიერთობით უფრო უკეთესად არ იქნება? ხო, მაგრამ მარტო დატოვებისაც მეშინია. რომ რაღაცებს არასწორად ისმით რომ ეუბნები, ლექსი აქ მეთქი რაღაცა. არა, ეგ ხო. ეხლა რატო არ წამოვიდიო, რა თქმა.
გუშინ დაუნახია რომ გაგუცა. ეხლა ყველაფერი გასაგებია. და მაგით გამიშთა. მე ვეცადე რომ ამეხსნა რომ მეგობრები ვარ სადაც. ეგეთი პატარაც აღარ არის ხო რომ მოვატყუო. და გონია რომ დედამისის ადგილს ვიკავებ ხო? კი. აგიტო გაგიჟდა დღეს შენ დანახვაზე. რა ვქნათ? არ ვიცი. ალბათ ჯობია რომ ცოტა ხანი საბას დასამახავად არ შევიდეთ. ხო, ალბათ ესე ჯობია. მოკლედ კეთის უშვებ კლინიკიდან. რა? ყველაფერი არის გარკვეული. მე და შენ ვართ მეგობრები და შენ და მან ჩემ გაარკვიეთ თქვენი ურთიერთობა. კარგი? ომაგა. აუ რაღაცა შემყავდა ბაზაში და წამაშალა მყანი. არა, იცი რა მეკვირს? კაი, შენ გაგიშვა. ნუ ახლა შენ ჯიპში ჩაგიდგა იმ ამბების მერე ეგ, მაგრამ ეხლა რა საპირებს აი ეხლა? არ ვიცი. და რატომ გინდა რომ დავრჩი? იმიტომ რომ მიყვარხარ.